მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და ასევე ტრადიციულად ლარის კურსი, რომელიც დღევანდელი მონაცემებთან გუშინ საღამოს მონაცემებით კვლავ გამყარდა, როგორც დოლართან ისე ევროსთან მიმართებაში. ხედავთ ლარის კურსის გამყარების ტენდენციას ამ კუთხიდან მართლაც სასიამოვნოა სტაბილური ლარი გლობალური ტურბულენციის პირობებში მით უმეტეს ამავდროულად მთლიანობაში უნდა ითქვას ქართული საბანკო სისტემა განსაკუთრებულად მდგრადია და ყოველთვის როგორც წესი არის იმ კონდიციაში, რომელიც თითოეული ჩვენგანის სიმშვიდეს უზრუნველყოფს და არა ერთხელ, არა ერთი საგარეო შოკისთვის გაუძლია, ასე ვთქვათ, ძალიან ღირსეულად საქართველოს საბანკო სისტემას და ახლაც ვხედავთ ამ წარმატებას, უფრო მეტიც ვხედავთ კიდე უფრო შორს მიმავალ ნაბიჯებს, მათ შორის მინდა განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნო საქართველოს ბანკთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც არა ერთხელ ჩვენს ეთერში გავაჟღერეთ და აი კულმინაციად შეიძლება ესე ითქვას საქართველოს ბანკმა, როგორც Lion Finance Group-ის წევრმა კომპანიამ FTSE 100 ინდექსში გაწევრიანების აღსანიშნავად ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღეს ზარის დარეკვით დახურა FTSE-ში მოხვედრას კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიისა და მისი სტაბილური ზრდის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობის მაღალი ხარისხი განაპირობებს. ზარის დარეკვის ცერემონია კი სიმბოლურ და ტრადიციულ ხასიათს ატარებდა, რომელსაც სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ინვესტორები და სტეიქჰოლდერები ესწრებოდნენ, როგორც უკვე იცით, FTSE-ში ოფიციალურად 2021 წლის 20 მარტს მოხდა Lion Finance Group-ი სავაჭრო დღის დახურვის შემდგომ განხორციელდა სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი და გახდა სწორედ Lion Finance Group-ი პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც დაიკავა ის ღირსეული ადგილი, რასაც ქვია ლონდონის საფონდო ბირჟაზე 100 წამყვან კომპანიებს შორის მოხვედრა, მათ შორის ისეთი როგორც არის HSBC, Rolls-Royce, Shell, Barclays და ასე შემდეგ. ზოგადად Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის დაალისტული, მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა ეს ნაწილი და მინდა აი ადამიანს არჩილ გარჩილაძეს მომლოცო, რომელიც არის პირველი ქართველი CEO, რომელმაც ეს შეძლო, რომ პირველი ქართული კომპანია არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე და როგორც მანამდე ღონისძიებაზე, მქონდა ბედნიერი ვაყოფილიყავი ლონდონში ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, აღნიშნა სიტყვით გამოსვლაში ეს არის რა თქმა უნდა ქვეყნის წარმატება, ეს არის რა თქმა უნდა კომპანიის წარმატება და მან ხაზი გაუსვა თითოეული თანამშრომლის როლს ამ ნაწილში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ბანკს, Lion Finance Group-ს აი ასეთი წარმატებისთვის ქვეყნის სახელის აი ამ დონეზე დაფიქსირებისათვის. სწორედ საფინანსო სექტორია ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის ძირითადი საკითხი და მინდა გარკვეული ყურადღება გავამახვილოთ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიცაც ველოდებით უკვე ერთი დღის შემდგომ, უკვე ხვალ ჩვენ ველოდებით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთთან, ეგრეთ წოდებული რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით თუ რა ვითარება იქნება ამ მიმართულებით, ხედავთ ჩვენ გლობალურად ძალიან ტურბულენტურ გარემოს ამ კუთხით, ხედავთ ნავთობის ფასებთან დაკავშირებულ ვითარებას, დაფიქსირებულ სარეკორდო მაჩვენებელს, ურთიერთგამომრიცხავ საუბრებს პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათ შორის წამყვან ანალიტიკურ გამოცემებზეა საუბარი და არა ზოგადად ასე ვთქვათ, არა ჭორების დონეზე ურთიერთგამომრიცხავ, არამედ წამყვან ანალიტიკოსების შეფასებაში საკმაოდ რთული, ფრთხილი, მართლაც ურთიერთგამომრიცხავი ნაწილია თუ რა იქნება გლობალურად ნავთობის ფასთან შესაბამისად, გლობალურ ფასებთან თუ ინფლაციასთან დაკავშირებული პროცესები და ცხადია, ეს ყოველივე გავლენას ახდენს საქართველოში მთელ რიგ პროცესებზე, მათ შორის რა თქმა უნდა რეფინანსირების განაკვეთზე, თუ ჩვენ სულ 3 თვის წინ, 2 თვენახევრის წინ სხვაგვარად შევაფასებდით ვითარებას და სხვაგვარი პროგნოზი გვექნებოდა რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, ახლა ჩვენი მიდგომა და არა მხოლოდ ჩვენი მიდგომა ბუნებრივია არის შეცვლილი და კიდევ ერთხელ შეცვლილი გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, ვინაიდან ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას ჩვენ ხედავთ ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, რომელიც აგერ კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა, ხედავთ საკმაოდ დინამიურ მაჩვენებლებს ინვესტორების ზაობასთან დაკავშირებით, ხედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებას, თუმცა დავინახეთ ასევე გუშინდელი მაჩვენებლებიდან გარკვეული რისკები ინფლაციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მათ შორის გარე ფაქტორებიდან გამომდინარე და ცხადია რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებული მოლოდინებიც ერთგვარად ფრთხილია. ამ ჭრილში სწორედ ამიტომ მინდა შემოვთავაზოთ პირველი დიაგრამა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ და პირველი დიაგრამის
ნაწილში ჩვენ რა თქმა უნდა ტრადიციულად ვეყდობით გალთენ თაგართის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის შეფასებებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს, ოღონდ ეს არის დაშვება რა თქმა უნდა გალთენ თაგართის, შეინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-ზე, ну რა თქმა უნდა მცირე სხვაობა შესაძლებელია არსებობდეს დაშვების ნაწილში, რომელსაც ჩვენ ყველა ხვალ ვნახავთ, ან არ არსებობდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 8%-ის ირგვლივ ანუ მნიშვნელოვანი ტიპის გადახრა აქ არ ველით, ყოველ შემთხვევაში შემცირების ნაწილი, რაც შეიძლებოდა პოტენციურად კიდევ ერთხელ, როგორც მეუბნე, ჩვენ გვესაუბრა მაგალითისათვის თუნდაც 2 თვენახევრის წინ ახლა ძნელია თქვა ამ თემაზე საუბარი, ანუ შემცირების ტენდენცია ჯერჯერობით სრულად გამორიცხულია. განაკვეთი ამ დონეზე დაახლოებით ამ ფარგლებში დარჩება 2026 წლის ბოლომდე, აღნიშნავს გალთი ამ შეფასებაში, ამ დაშვებას აკეთებს და შესაძლებელია ეს შემცირების ნაწილი, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით, 7% ნახევარზე, შეიძლება უკვე 2027 წლის ბოლოსკენ მივარაუდოთ, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ხანია 8%-იან მაჩვენებელზე ამ დაფიქსირებული რეფინანსირების განაკვეთი, თუმცა მასთან ახლდა, ანუ მანამდე 8%-ზე დაფიქსირებამდე თან ახლდა კლება, საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იმ პერიოდისთვის და როგორც აღმოჩნდა ძალიან სწორი საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც სწორედ ამ დაშვების გასამყარებლად ძირითადი სამი ფაქტორი არის გალთენ თაგართის მხრიდან დაფიქსირებული და გამოყოფილი, ეს არის ინფლაცია, რომელიც როგორც უკვე აუგუსტის და მათ შორის გუშინ მონაცემიდან გამომდინარე გარკვეულად ფიქსირდება შედარებით უფრო მაღალი, რომელიც არის გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული მიზნობრივი ინფლაციით, ანუ 3%-ზე მაღალ მაჩვენებელზე ფიქსირდება, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავთ და რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის კომუნიკაცია ვინაიდან ხედავთ ასევე მესჯების და შეფასების ნაწილს ეროვნული ბანკისგან, მათ შორის წინარე ფინანსირების განაკვეთის გამოცხადების დროს, ან მონეტარული პოლიტიკის ხდომის კომენტირების დროს ჩვენ ნახეთ თუ რა ფაქტორებს მიაქცევდა საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებას შემდგომი განაკვეთის გამოცხადების დროს, ცხადია ამ შემთხვევაში მესეჯ ბოქსის ნაწილში აქედანაც არის ასე ვთქვათ ამოსავალი, შეიძლება ასე ითქვას, თუმცა ამავდროულად როცა ჩვენ გალთის შეფასებებზე ვსაუბრობთ, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეროვნული ბანკის მხრიდან ამ პერიოდისთვის და ღიად გაცხადებული მმართველობა, რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნებული აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს საკუთარ ვებგვერდზე, შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ სწორედ ამ ნაწილს შევხედავთ, ეს არის ინფლაციის პროგნოზი, რომელსაც აფიქსირებს საქართველოს ეროვნული ბანკი, აი ეს მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ინფლაციის პროგნოზთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ 2026 წლის პირველი მეორე კვარტალის ნაწილში 4%-ზე ზემოთან 4%-ის ფარგლებში ფიქსირდება დაახლოებით და სხვა თანაბარ პირობებში შემდგომ ჩვენ ველოდოთ კლების ტენდენციას, მათ შორის 27 ეს დასაწყისისთვის, სადაც უფრო დაახლოება დაიწყება მიზნობრივ მაჩვენებელთან. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში ეს არის ის მაჩვენებელი, რომელზეც კიდევ ერთხელ ძალიან ბევრჯერ ვფარვავთ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ველოდებით გლობალური მოვლენები, რა თქმა უნდა, ყოველთვის თავის სიტყვას ამბობს ამ შეფასებებში და რით დავიწყეთ იმ ნაწილით, დავასრულოთ ანალიტიკურ ნაწილით, ბოლო დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებულ ვითარებას, ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებულ ვითარებას და მოსალოდნელ ტრაექტორიას, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში დაფიქსირებული და ვნახოთ სწორედ ეს ნაწილი 2026 წელს ჩვენ ვხედავთ სწორედ 8%-იან მაჩვენებლის ფარგლებში დაფიქსირებას. კიდევ ერთხელ ნაკლებად ველოდებით, რომ შესაძლებელია კლება გაგრძელდეს ამ კუთხით და აქ ჩვენ სწორედ გალთენ თაგართის პროგნოზზე ვისაუბრებთ, რომელსაც სრულად ვიზიარებთ ამ ნაწილში და უკვე 2027 წლიდან და 2027 წლის ბოლო ნაწილში სწორედ ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაფიქსირდეს უკვე 7.5%-ზე, ანუ ამ ეტაპისთვის კვლავ მაღალი ალბათობით იქნება შენარჩუნებული მონეტარული პოლიტიკის ის ამ ეტაპისთვის მკაცრი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვუწოდოთ ყოველთვის არაკლების ტენდენცია, რომელიც დღეს გვაქვს და რა თქმა უნდა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ამ საბანკო სისტემის მიმოხილვასთან დაკავშირებულ თემებზე, ჩვენ გვინდა რომ შეამონებით წარმოგიდგინოთ ჩვენ დღევანდელი სტუმარი და ვისაუბროთ ჩვენს დღევანდელ სტუმართან, ბატონი ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე მობრძანებისათვის. მადლობა. თქვენ და სწორედ საბანკო სისტემასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ ყველაზე უფრო კვალიფიცირებულად საქართველოს საბანკო ასოციაცია და თქვენ შეაფასებთ ვითარებას, ვინაიდან თქვენ წარმოადგენთ არაერთ ბანკს და ყველაზე უფრო სწორად იცნობთ, თქვა ამ შემთხვევაში სექტორში არსებულ ვითარებას და
რა თქმა უნდა, სექტორის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად გვესმის საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე პოტენციური შოკები დაკავშირებული ჰორმუზის სრუტესთან, ხშირად გვესმის დარეგულირების ტენდენცია, თუმცა შევხედავთ ხანდახან საპირისპირო ვითარებას და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვეიმედება ყოველთვის საბანკო სისტემის და თუ შეიძლება თქვენი შეფასება ამ შემთხვევაში, როგორც პროფესიონალის შეფასება ვითარებასთან დაკავშირებით. სექტორის შეფასებას დავიწყებ იმ ფაქტორებით, რა ფაქტორებზეც ძირითადად ვაკეთებთ ხოლმე აქცენტს, ეს არის ზრდის ტემპი, მომგებიანობა, ორივე მიმართულებით პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიურ მაჩვენებლებში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს საბანკო სექტორს, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ რამდენად მოწყვლადი არის იმ გამოწვევების მიმართ, რა გამოწვევებზეც არაერთხელ ახსენე და ისაუბრე. ამ თვალსაზრისით ერთი ფაქტორი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლიდან არაერთი გამოწვევა არ დამთავრდა რეგიონთან მიმართებაში და ამ თვალსაზრისით საბანკო სექტორი არათუ რეაგირებდა პოსტფაქტუმ, არამედ პროაქტიულად საუბრობდა იმ გამოწვევების შესახებ, რა გამოწვევებით შეიძლება ყოფილიყო და მზაობას გამოხატავდა. დღეის მდგომარეობით კაპიტალიზაციის მაჩვენებელი და ლიკვიდობის მაჩვენებლები იმდენად მაღალი არის, რომ იმდენად სტაბილურად მაღალია, რომ ამ თვალსაზრისით არც ვხედავთ რისკ ფაქტორებს. რაც შეეხება ზრდის ტემპის ნაწილში, მე ვიტყოდი, რომ რამდენჯერმე ახსენე ეროვნული ბანკი ფრთხილად უყურებს დღევანდელ მდგომარეობას ინფლაციურ მაჩვენებლებს, ინფლაციის მაჩვენებელს და რეფინანსირების განაკვეთზე ზუსტად ეს განაცხადი გააკეთა, რომ თუ ინფლაციის მაჩვენებელზე მოლოდინები იქნება განსაკუთრებულად მკაცრი, ის თქვათ რეაგირებას მოახდენს და შეიძლება ზრდაზეც კი იყოს ორიენტირებული ამ თვალსაზრისით, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სექტორიც ფრთხილი ზრდის ტემპით იქნება წარმოდგენილი. მოგების მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ძალიან კარგი მაჩვენებელი არის, რომელიც იძლევა საშუალებას რეინვესტირების საშუალებას ქვეყანაში და ამ თვალსაზრისითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცალსახად კარგ მაჩვენებლებზე ვართ. კიდევ ერთ ფაქტორსაც ვიტყვი, რომ საქართველოში საბანკო სექტორი რჩება ცოტა ხმამაღალი თქვა მე ხოლმე, მაგრამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე ერთადერთ ეკონომიკის დამფინანსებლად და ამას ვამბობ ხოლმე, რომ პროცენტული მაჩვენებლები ფასიანი ქაღალდების აზრის და სხვა ალტერნატიული პროდუქტებით ეკონომიკის დაფინანსების იმდენად მცირეა, რომ ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ განიხილება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორი აგრძელებს დაფინანსებას და ამ კუთხით პრობლემას ვერ ხედავთ. რა გამოწვევები შეიძლება ვახსენოთ ამ თვალსაზრისით? არაერთხელ ახსენე შენ თვითონაც, რომ განჭვრეტადობის პრობლემა დგას 2026 წელს, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში და მსოფლიოში ცვლილებები მომენტალური არის და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რეაგირებას ყოველთვის ასწრებს საბანკო სექტორი, მაგრამ მაინც რთული არის განჭვრეტადობა და მეორე საკითხი არის ქვეყნის შიგნით მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი და მოლოდინები, რომელზეც უკანასკნელ პერიოდში უყურებდით კიდევაც, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების ცვალებადობა რამდენად მნიშვნელოვნად აისახა ფასებზე და მეორე საკითხი არის დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ასევე რისკად რჩება ქვეყნის მასშტაბით. ახსენე, რომ ლარი გამყარდა და უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში სტაბილურმა ლარმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ყველა იმ პროცესში, რა პროცესაც დღეს უყურებთ, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე. უკანასკნელი თვის ზრდის მაჩვენებელი, როგორც ნახეთ, გამოქვეყნდა და 10% არის და წლიურზე რომ გაგადოთ 7.5% არის. ამ თვალსაზრისითაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ სოფლიოს მასშტაბითაც კარგი მაჩვენებლები გვაქვს ჩვენ და ამის შესანარჩუნებლად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს გამოწვევები მაინც დღის ეს რიგში რჩება არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ საბანკო სექტორისთვისაც. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები, ძალიან დეტალური ანალიზი ამ ნაწილში.
მაინც მინდა გარკვეულწილად მეუბრუნდე მე მესმის რომ ხა ჩვენ ზუსტ ნაწილს ვერ ვიტყვით ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც მინდა მეუბრუნდე აი ხვალინელ გადაწყვეტილებას, პოტენციურ გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის როგორია ამ კუთხითაც მოლოდინები რა თქმა უნდა ამ ფაქტორებზე დაყრდნობით რომელსაც მე მოვიხილავთ ხო კი ანუ მე რაღაც განსაკუთრებულს ნამდვილად ვერ ვიტყვი იმიტომ რომ გალტენთაგარტის მოლოდინებთან მიმართებაში აბსოლუტურად იდენტური არის, ანუ რეალურად მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ინფლაცია მოლოდინების ნაწილში არც ისე ესე ვთქვათ დიდი შესაძლებლობა და ეროვნული ბანკის მზაობა რომ უფრო ფრთხილი იყოს ამ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში იძლევა იმის ვარაუდს რომ ხვალ წესით და რიგით არ უნდა შეიცვალოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და რატო არ ველოდებით რომ ზრდა შეიძლება იყოს ამ თვალსაზრისით არაერთხელ მიხსენებია მათ შორის თქვენ ეთერში რომ დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის მკაცრ ნიშნულზე ანუ ეს არ არის მსუბუქი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ასევე ახსენე რომ ბანკმა ერთბაშად მიიღო შემცირების გადაწყვეტილება რამაც ძალიან დიდი ბიძგი მიცა როგორც ზრდის ტემპის გაზრდას, ასევე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეუწყო ხელი, იმიტომ რომ როგორც ცნობილია, ეხლა კაცრი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაინც პირდაპირ კორელაციაში არის ეკონომიკური ზრდის ტემპთან და აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. დღეს გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი არის მიზნობრივ მაჩვენებელზე, მეორე საკითხი არის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ კარგი ნიშნულზე არის და ამ თვალსაზრისით, ესე ვთქვათ, არ მოერიდება ეროვნულ ბანკს, რომ წაახალისოს და შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და წინასწარი განცხადებაც რომ მზაობა უფრო ზრდისკენ არის ვიდრე შემცირებისკენ იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას რომ 6 მაისს წესით და რიგით უნდა ვიხილოთ იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. კი ბატონო, ხო მართლაც საინტერესოა ძალიან ყურადღებით ვლოდებით. ერთ-ერთი საინტერესოა აი თელ ამ ფონზე ვინაიდან აი ვნახეთ აი ამ კრიზისის შედარებით წყნარ ფაზაში გადასვლა აქტიური პერიოდით, ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთამდე ბევრი რამ შეიცვალა ამ კუთხით და მართლაც საინტერესოა ამ კუთხით დაკვირვება, მაგრამ ამავდროულად ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ საკმაოდ საინტერესო აქტივობებს და პრინციპში მოსალოდნელ აქტივობებს საქართველოს საბანკო სივრცეში, გულისხმობ ამ შემთხვევაში ბაზის ბანკის და ლიბერტი ბანკის გაერთიანებას ბაზის ბანკის მიერ შეძენას ლიბერტი ბანკის უფრო ზუსტად რო ვთქვათ აი ხშირად არის ხოლმე საუბარი კონკურენციის თემაზე საბანკო სექტორში ორი დიდი ბანკი საქართველოს ბანკი TBC ბანკი ვთქვათ ამ შემთხვევაში და ამ კონკურენციის ნაწილში თითქოს აი დანარჩენი ბანკები ბევრად მცირე წლით არიან წარმოდგენილი შესაძლოა თუ არა ვითარებას ამ შემთხვევაში ამ ორი ბანკის შემთხვევაში გამსხვილება უფრო კიდევ ერთხელ დავალოთ ბაზის ბანკის მიერ ლიბერტი ბანკის შეძენა ხო, პირველი მინდა მიულოცო ბაზის ბანკის ლიბერტი ბანკის შეძენა, იმიტომ რომ რაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო გამოცხადებული აღნიშნული ამ გარიგების და ამ ინტერესის შესახებ, ეს გარიგება შედგა და მნიშვნელოვანი გარიგება არის. აქვე მინდა ვახსენო, რომ მე არ მახსოვს ესეთი მსხვილი გარიგება, როდესაც მცირე ბანკმა შედარებით მცირე ბანკმა იყიდა უფრო მსხვილი ბანკი და აქედან გამომდინარე ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის და მეორე ნაწილში კონკურენციას ვახსენებთ ხოლმე და კონკურენციაზე ხშირად მიწევს ხოლმე ამ განმარტების გაკეთება. აქ უფრო კონცენტრაციაზე არის ხოლმე ხშირად აქცენტი გასაკეთებელი, რომელიც კონკურენციის ნაწილში საქართველოში 19 საბანკო ლიცენზია არის და კონკურენციის ნაწილში ყველას თავისი ნიშა უჭირავს და სწორად რო შევხედოთ ცნობადობა და ესე ვთქვათ ზომა ამა თუ იმ ბანკის შესაძლებელია ვიგულისხმოთ რომ რაც უფრო მსხვილია ბანკი უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ კონკურენციის ნაწილში ეს ბანკები არსებობენ და ცლობით არსებობენ და საკმაოდ მყარად არიან და მოგების მაჩვენებლებიც საკმაოდ მაღალი აქვს. კონცენტრაციის ნაწილთან მიმართებაში ჩვენ შეგვიძლია რომ ორი ბანკის მაგივრად ვიგულისხმოთ რომ მომავალში 3 ბანკი იქნება, აღნიშნული მესამე მსხვილი ბანკის გაჩენა უფრო მსხვილი კლიენტებისთვის რა თქმა უნდა გააფართოვებს კონკურენციის ნაწილს და მნიშვნელოვანი არის რომ რა თქმა უნდა მხოლოდ გამსხვილებას არ ვიხილავთ ხო ჩვენ ანუ საკმაოდ მნიშვნელოვან სიახლეებს ვიხილავთ მომხმარებლებისთვის ახალ პროდუქტებს ვიხილავთ და ამ თვალსაზრისით ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ის გარიგება გარკვეულწილად შეუწყობს კონკურენციას მაგრამ არა მარტო მსხვილი ბანკებისთვის არამედ მცირე ბანკებისთვისაც
შედარებით მცირე ბანკებისთვისაც იქნება ის გამოწვევა, რომელთან მიმართებაშიც ვიქნები და ვიხილავთ კიდევაც. როგორც ვიცი, გამოცხადებული არის ერთი წლის განმავლობაში ეს გაერთიანება უნდა მოხდეს სრულად და დიდი იმედით უყურებთ. ანუ რეალურად რო ვთქვათ, დღევანდელი გადმოსახედიდან სადღაც 12 მილიარდ ლარამდე უნდა იყოს თლიანი აქტივები ამ ორი ბანკის გაერთიანებით და საკმაოდ ასე ვთქვათ მნიშვნელოვან სამძლიერ სისტემურ ბანკს ვიხილავთ სისტემაში. რაც მართლაც ყველას ძალიან გვინდა ეს ნაწილი და როგორც გინდა მცირე ბანკებისაც სხვა ტიპის სტიმულები. ნებისმიერ შემთხვევაში და ძალიან დადებითი გადაწყვეტილება ამ კუთხით. ბატონო ალექსანდრე, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ხოლმე ზოგადად საბანკო სისტემის მდგრადობაზე, ეროვნულ ბანკზე, როდესაც ხას უსვამთ ეროვნული ბანკის როლს, რა თქმა უნდა, ხშირად არის საუბარი და ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა. თუმცა წლების განმავლობაში ჩვენ ხშირად გვესმოდა, ჩვენ მაყურებელს ესმოდათ, რომ იყო ზირთად დოლარი, ევროს მიმართულებით, თუმცა ვნახეთ საკმაოდ ისეთ საინტერესო გადაწყვეტილება, როგორც აღმოჩნდა გამართლებულიც, ოქროსთან დაკავშირებით, ისე როგორც იუანის ნაწილიც ვნახეთ. აი ამ ნაწილს განსაკუთრებით როგორ შეაფასებთ, რომ აი დივერსიფიცირება ამ რეზერვების ჭრილში? რეზერვების ჭრილში დივერსიფიკაციის ნაწილს ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ, რატო გაკეთდა აქცენტი ოქროზე და იუანზე, ესეც მე მგონი არაჩენს დიდ კითხვებს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ოქრო მაინც რჩება ესე ვთქვათ რეზერვის შექმნის ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროდ, ამასთან ერთად მისი ფასის ვოლატილობა ქმნის ხოლმე გარკვეულ კითხვებს და მაგალითად უკანასკნელი ოქროს ღირებულების შემცირებამ გარკვეულწილად რეზერვი შეამცირა, მაგრამ მეორე კუთხით უნდა შევხედოთ, რომ ოქროს წილი მთლიან რეზერვებში და იუანის წილი საბოლოოდ რაზეც არის აქცენტი გაკეთებული, საკმაოდ მცირე არის მთლიან რეზერვებში და ასევე მინდა ვთქვა, რომ დივერსიფიკაციის ნაწილში ყოველთვის მისასალმებელი არის. მიუხედავად იმისა, თქვათ, აი ეს ოქროს ფასის ვოლატილობა მაღალი იქნება თუ არა, მყარ აქტივებში აღნიშნული დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია. ასევე იუანთან მიმართებაში ცალსახად უნდა ვახსენოთ, რომ ჩინეთი ერთ-ერთი მსხვილი საოცრო პარტნიორია ჩვენი და ესე ვთქვათ, ამ ვალუტაში რეზერვის შექმნა აბსოლუტურად ლოგიკურ შინაარსსაც ატარებს. რამდენად მაღალია რეზერვები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვართ ხოლმე ესე ვთქვათ, ერთ-ერთი რატო უნდა იყოს ამ დონეზე ან რატო არის საკმაოდ მაღალი, ამასთან მიმართებაში დისკუსია გვაქვს ხოლმე ყოველთვის, მაგრამ დღეის მდგომარეობით ამ დაბალი განჭრეტადობის რეჟიმში, რეგიონში არსებული რისკების და იმ გამოწვევების რეჟიმში რაც ვართ, რა თქმა უნდა, მაღალი რეზერვების ქონა ყოველთვის უფრო გამართლებულია და მისი დივერსიფიკაციაც მხოლოდ მისასალმებელი არის ამ შემთხვევაში. კი ბატონო, სიმყარის გარანტია მართლაც ამ კუთხით, მით უმეტეს ვნახეთ ოქროს ფასის მატებიდან გამომდინარე ზრდაც, ასე ვთქვათ. კი, ხო გეუბნებით, ანუ რეალურად მაინც სტაბილურ აქტივად არის მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ ზრდა შეიძლება გვიხაროდეს, მისი ღირებულების ზრდა გვიხაროდეს, მისი ვოლატილობა, მაღალი ვოლატილობა, ხო, მაინც ყოველთვის აჩენს ხოლმე კითხვებს, უფრო მეტად აქედან გამომდინარე ჩდება ხოლმე კითხვები და ამიტომ მინდა რომ ამასაც ყურადღება მივაქციოთ, რომ ოქროს ფასი იმ შუალედში იზრდება მაინც წლიდან წლამდე და არ მცირდება მისი ღირებულება. კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანი ნაწილი. და აუცილებლად მინდა კითხოთ შეფასება პრინციპში ჩვენი გადაცემა დავიწყეთ დიახ, Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, ასე ვთქვათ, FUTS-ში, ქართული კომპანიის წარმოდგენა FUTS-ში. როგორ იქნება თქვენი შეფასება ამ ნაწილზე, რეალურად ასეთია? ხო, ეხლა მოდი სულ თავიდან დავიწყოთ, ხო? ანუ FTSE 250-ში ორი მსხვილი ბანკი იყო, დღეს გადაინაცვლა საქართველოს ბანკმა FTSE 100-ში. ეს რაც ნიშნავს, ანუ ეს ზრდის ცნობადობას ეს პირდაპირ თარგმანი არ არის, არ ვიყენებ ხოლმე ჟარგონებს, მაგრამ visibility-ს ზრდის ქვეყნის ნაწილში, რაც იმისი წინაპირობა არის, რომ ესე იგი, ანუ 100 ყველაზე, ესე ვთქვათ,
გამორჩეული კომპანიების სიაში მოხვედრა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ ერთი კომპანიისთვის, რომელსაც ულოცავდა ეს ძალიან დიდი მიღწევა არის და უშუალოდ მის მენეჯმენტსაც უნდა აუცილებლად მიულოცოთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ნაბიჯი არის, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი კომპანიისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ინვესტორების მხრიდან ეს ზრდის ინტერესს ქვეყნის მიმართ და ქვეყანაში ინვესტირების მიმართ. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ უკვე ახსენე რა კომპანიები არის ამ მასეულში და მნიშვნელოვანი არის, რომ აქვე ვახსენოთ, რომ ის კაპიტალის მოზიდვის კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი არის ქვეყნისთვის. ნუ როცა ალბათ ინვესტორები ათვალიერებენ ამ მასეულს და იქ ხდებათ კომპანია საქართველოსთან, არ არის აუცილებელი რომ საბანკო სექტორი აინტერესებდეთ, ხო შესაძლებელი რაღაც სრულად სხვა დეველოპმენტის შესაძლებლობების კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ ახალი არხი შეიძლება გაიხსნას და ასევე ახალი ნიშნული დადგა, რომლის მიღწევასაც სხვა კომპანიებიც შეეცდებიან. კი ბატონო, ეს ყოველთვის გადამდებია ხოლმე ეს ნაწილი. მივესალმებით ამ ნაწილში ამ ესე ვთქვათ ახალ ნიშნულის შექმნას. აუცილებლად მინდა კითხოთ ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ნაწილს. აქ რა სივრცეს ხედავთ რეალურად? ხო, მოდი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის გავამახვილოთ ყურადღება, რომ 2019-20 წლებში, 20 წლის დასაწყისში, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცოტა უფრო ოპტიმისტური მოლოდინები ჰქონდა ჩვენ საინვესტიციო რეიტინგთან მიმართებაში, პრინციპში კონკრეტული წელიც კი იყო დასახელებული 23-24 წელს უნდა მიიღო საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი, მაგრამ მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიოში მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. რეგიონთან მიმართებაში გაზრდილი არის რისკები და თუ ვისაუბრებთ საბანკო სექტორზე, საბანკო სექტორის უმეტესი ნაწილი პრაქტიკულად ან ზუსტად იგივე რეიტინგი აქვს, რაც ქვეყანას აქვს, რაც იმისი წინაპირობაა, რომ რეალურად დღეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და იმ რისკებზე გავაკეთოთ აქცენტი, რაც ქვეყნის მიმართ ან რეგიონის მიმართ დგას. ამ თვალსაზრისით რეიტინგის ზრდის პოტენციალი არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკანონმდებლო ფაზა არათუ შემუშავებულია, არამედ იმპლემენტირებული არის, რაც რეგიონთან მიმართებაში მართლა გამოგვარჩევს რეალურად რო ვთქვათ და ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით საკმაოდ წინ ვართ. მეორე ნაწილი არის ის პარამეტრები, რომელიც მეტნაკლებად დგას ხოლმე დღის ეს რიგში, როგორც რისკი, ძირითადი რისკი მაინც უკავშირდება რეგიონთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ მეორე, რაც კიდევ მნიშვნელოვანი არის, არის ჩამონათვალი, კონკრეტული ჩამონათვალი არის, რომელთან მიმართებაშიც არის კიდევ სამუშაო როგორც ქვეყნის ჭრილში, ასევე კომპანიების ჭრილში, იმიტომ რომ რეიტინგის გაუმჯობესებას მხოლოდ საბანკო სექტორი ვერ შეუწყობს ხელს. ხო, ანუ ამ თვალს კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი იქნება, მაგრამ მხოლოდ საბანკო სექტორი, მყარი საბანკო სექტორი ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს. კი ბატონო, ნამდვილად გეთანხმებით ამ ნაწილში, თუმცა საბანკო სექტორი როგორც ქონა გასეთ მათ შორის აკრედიტების კუთხით თავარია, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში და როდესაც ხედავთ იგივე ფუცეას ვახსენეთ საქართველოს ბანკის იგივე TBS-ის გაფართოება საქართველოს აზღვრებს მიღმა, ხო? ცხადია გვიჩნდება ყოველთვის სურვილი, რომ სულ უფრო და უფრო სწრაფად ფორმირდეთ რეგიონულ ფინანსურ ხაბად. ჩანს თუ არა კიდევ უფრო მეტად ამისი რესურსები დღეს პირობითად, ვიდრე შეიძლება ეს ყოფილიყო ცოტა ადრეულ პერიოდში. ესე იგი, მოდი ესე შევაფასოთ რა რატო არ შეგვიძლია რომ დღესაც მივიჩნიოთ რომ უკვე ჰაბი არის, ხო? ანუ ამ თვალსაზრისით. ერთი ნაწილი, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, საბანკო სექტორი, განვითარების დონე, იგივე ის მაჩვენებლები, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, დიჯიტალიზაცია ან გაციფრულების ნაწილი
ქვეყნის ნაწილში, ანუ რეალურად ის ჯილდოები, რომელიც მიღებული აქვს ყველაზე ინოვაციური, ყველაზე გაციფრულებული, ყველაზე ამ თვალსაზრისით არავის კითხვაც არ უჩნდება, რომ რეგიონთან მიმართებაში კი არა, მსოფლიოსთან მიმართებაში შეიძლება ნიშურ პროდუქტები იყოს, რომელიც უფრო გამორჩეული იყოს, მაგრამ მთლიანობაში ესეთი სერვისების არსებობა ყველას გაოცებას იწვევს. ამ თვალსაზრისით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ეს სერვისები კი არ არსებობს, უკვე ეკოსისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც უწყობს ხელს, რომ განვითარდეს ეს სერვისები და ეს სერვისები არა მარტო ქვეყნის შიგნით დარჩეს, არამედ სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს. ის გამოცდილება, რა გამოცდილებაც გვაქვს. იქნება ეს ღია ბანკინგის გამოცდილება, იქნება ეს სხვა მიმართულებით საბანკო სექტორის გამოცდილება. მაგრამ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბებას მხოლოდ საბანკო სექტორი ვერ შეძლებს. და ეს ცალსახად მინდა რომ ესე ვთქვათ ჩემი აზრი დავაფიქსირო, ანუ ამისთვის აუცილებელი არის სხვა საფინანსო პროდუქტების განვითარება, როგორიც არის მაგალითად დღეის მდგომარეობით უკვე ფაქტორინგის კი, რა თქმა უნდა, ამასაც გამოვყოფდი და ამის ბაზაზე, ანუ სხვა პროდუქტების მხოლოდ ეს პროდუქტი, ამ პროდუქტების ბაზაზე ფასიანი ქაღალდების განვითარება. ამ ბაზრის განვითარებას თუ არ ვიხილავთ, რთული იქნება წარმოვიდგინოთ მხოლოდ საბანკო სექტორში ტრანზაქციებით საფინანსო ჰაბის შექმნა რეგიონში. ამ კუთხით ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკვე სადაც ვარ გამორჩეული, იმას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიციები არ დავკარგოთ კი არა, განვავითაროთ და უფრო გავამყაროთ ეს პოზიციები, მაგრამ სხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი არის ვიმუშაოთ იმ, ვთქვათ, სუსტ მხარეებზე, რაც ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილი ფინანსური ჰაბის ჩამოყალიბებას ამ თვალსაზრისითაც, მაგრამ ამასაც უყურებთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და კიდევ იდგმება, იგივე საპენსიო ფონდის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ გრძელვადიანი ლარის და ასევე ფასიანი ქაღალდების განვითარება და ამ თვალსაზრისითაც უყურებთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლარიზაციას ექცევა საკმაოდ დიდი ყურადღება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ლარიზაციის პოზიციები ოდნავ შესუსტდა ბოლო მაჩვენებლებში და ეს არ იქნება იდენტიფიცირებული როგორც რისკი ეროვნული ბანკის მხრიდან და არ გამკაცრდება მიდგომები ამ თვალსაზრისით, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ დღეს უკვე გვაქვს ძალიან კარგი პოზიციები ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, მართლაც ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ იქ სადაც ახლა გამოკვეთილი სიძლიერე გვაქვს უკვე რეგიონში, ამის შენარჩუნება არის ცხადია, საჭირო და მართლაც ახლა ყოველას პატივისცემა ჩვენ სამეზობლოში, მართლაც ცალსახად ჩანს, რომ იტყვიან შეუერაღებელი თვალით თუ სად არის საქართველოს საბანკო სისტემა, მაგრამ არის საკითხები, სადაც გაძლიერება გვჭირდება, ხო, იქ რაც ეს უსწრებია, იგივე ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში, ასევე ფაქტორინგის კანონი, რომელიც მართლაც ფანტასტიკურია ახლა ამ ნაწილში, ამ გზისკენ, ასე ვთქვათ, დამხმარეთ შეიძლება. ასე ითქვა და ბოლოს მინდა შევაჯამო, ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ მაინც 2026 წლის წრილში როგორია ძირითადი მოლოდინები და უკვე შემდგომ შეხვედრაში, შემდგომ გადაცემაში შევხედოთ მე მოლოდინებთან სად ვიქნებით. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ამ კითხვაზე მიწევს ხოლმე პასუხის გაცემა 2026 წელი ესე ვთქვათ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებული წელი არ იქნება და უფრო ფრთხილი ზრდის წელი იქნება. ანუ თუ ზრდაზე არის საბანკო სექტორი ორიენტირებული წლევანდელ წელს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ზრდა იყოს სტაბილური, მდგრადი და არანაირი, ვთქვათ, წინაპირობა იმასთან მიმართებაში, რომ ანუ ვინმე მეჭვი შეიტანოს ზრდის ტემპთან მიმართებაში არ არსებობდეს. მოდით ვთქვათ, რა გამოწვევები არის დღეის მდგომარეობით და რაზე ვსაუბრობ. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის შემცირების დინამიკა, რაც მნიშვნელოვანი არის და ამას ყურადღებას აქცევს თვითონ საბანკო სექტორი და მათ შორის მარეგულირებელიც, ამასთან მიმართებაში არაერთ
ერთი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტორი ზაფხულის შემდეგ შეიცვლება. ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული მიმართულებით ცვლილებებმა და ყველა გამოწვევა, რა გამოწვევაც იყო ამ სექტორს შეეხო, მოდით ესეც ვაღიაროთ, ანუ რეალურად რა გამოწვევაც კი არსებობდა, ფრენაც რო შეიცვალა, ამანაც აღნიშნულ სექტორს დაარტყა, მაგრამ დღეს მდგომარეობით საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გამოაქვეყნა ეკონომიკის სამინისტრომ, რაც ძალიან დიდი იმედს იძლევა, რომ მაისის თვე და ზაფხულის თვეები ძალიან კარგი უნდა იყოს ამ სექტორისთვის, მაგრამ მაინც ეს დინამიკა და ეს ცვალებადობა აზიანებს ამ მიმართულებას. ეს კი საკმაოდ დიდი სექტორი არის როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მეორე საკითხი, ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც გითხარით, დოლარიზაციის კუთხით ცვლილებები არის გამოწვევა და ამ თვალსაზრისით კურსის ვოლატილობამ შეიძლება საკმაოდ დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ყველაზე დიდი სავალუტო რისკი კვლავინდებურად მსხვილ ცეცხლებში, ანუ მსხვილ ცეცხლებთან რჩება. აქ შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნული კომპანიები თვითონვე მართავენ ამ ლიკვიდობას და ამ პოზიციებს და ამ კუთხით ნამდვილად მგონია, რომ არ უნდა წარმოიშვას დიდი პრობლემები, მაგრამ მაინც არის. კონცენტრაციასთან დაკავშირებით იმდენი ვისაუბრეთ და იმდენად დავხსენეთ, ამაზე როგორც გამოწვევაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ზუსტად ეს მაჩვენებლები, რომ მაღალი კონცენტრაცია არის საბანკო სექტორში, გვაძლევს იმ მაჩვენებლებს, რომ დღეს მდგომარეობით ვსაუბრობთ იმ წარმატებაზე, რომელიც საქართველოს ბანკს აქვს, ასევე მნიშვნელოვანი ის წახალისება, რომ ვაზის ბანკმა იყიდა მესამე ბანკი იყიდა ზომით მეოთხე ბანკმა, ესეც არის იმისი და ასევე ვსაუბრობთ იმ საბანკო სექტორის იმ განვითარებაზე, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია რეგიონში, ამ კუთხით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ როგორც რისკი ან გამოწვევა არ არის ეს. ეს შესაძლებელია იყოს რისკი და გამოწვევა, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ყველა პოზიცია შეფასდეს და ამ თვალსაზრისით ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება პირიქით უფრო მნიშვნელოვანი წინსვლის წინაპირობაც კი იყოს. მართლაც ძალიან საინტერესოა ამ კითხვაზე 2026 წლის მოლოდინებზე აი თქვენი ეს შეფასება და კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებზე უკვე ვისაუბროთ, რამდენად მოლოდინები ახლოს არის უკვე რეალობასთან წლის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა. გადაგიხადოთ, ძალიან საინტერესო, ძალიან ვრცელი და ესეთი ამომწურავი საუბრისთვის ყველა ძირითად საკითხი, რომელიც ამ პერიოდში იყო საინტერესო. მადლობა კიდევ ერთხელ. ბიზნეს ინსაიდერი კი დღეს ამით დასრულებულია. ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლოვეს თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში, მე კი ასევე ტრადიციულად ხვალამდე გემშვიდობებით.